გამარჯობა. Ავაწყე USB ინიციალიზატორი ისეთი ლეპტოპებისთვის, რომელსაც გამოსახულება შეიძლება არ გამოქონდეს ეკრანის დაზიანების გამო, ან შეიძლება ეკრანი გატეხილი ქონდეს და გვაინტერესებს გადის თუ არა ლეპტოპი ან კომპიუტერი ინიციალიზაციას. ეს არის ST-Link-ის პროგრამატორი. და არის დაპროგრამებული ისე, რომ იმუშაოს როგორც USB ტესტერი. ამისთვის დაგჭირდება ერთის დასაპროგრამებლად მეორე ST-Link-ი. ამისთვის უნდა დავშალოთ ეს ერთი და ავძევნოთ მასზე ეს 4 პინი. აქ გვაქვს GND, SLK, dioda 3.3, რითაც იკვებოს პროგრამატორი დაპროგრამების დროს. ვიძლია დავიწყოთ. ვიმაგროთ მასზე პინები. დადგა ესეთ ვარიანტში. კარგი. ახლა ჩავსვათ ეს პინები მეორე ST-Link-ზე. აქ გვაქვს აღნიშნები, სად რა უნდა ჩაერთდეს. ჩვენ გვჭირდება S-Video, GND, SLK და 3.3. პირველი აქედან გვაქვს GND, შემდეგი SLK. S-Video არის პირველი. და გვჭირდება ბოლო 3.3. ეს კარგი, ახლა გადავიდეთ დაპროგრამების პროცესზე. კარგით, დაპროგრამების პროცესისთვის გვჭირდება ჯერ რომ ჩვენი ST-Link-ის firmware გავანახლოთ. ამისთვის ვიყენებ ST32Q programmers. ეს პროგრამა. ხო, რაც შეიძლება მეორე პროგრამას ეს არის ST32 ST-Link-ის utility ესეთი. მისი ინსტალაციის პროცესშივე device manager-ში დაყენდება ჩვენი ST-Link-ი და გამოჩნდება ესე. კარგი, შევუდგეთ ახლა პროგრამირების პროცესს, უბრალოდ განახლების პროცესს, ესე. კარგი, მივაერთოთ ხელახლა. და გავუშვათ update-ზე. Upgrade წარმატებით დასრულდა.
დავუშვათ ST32 Cube პროგრამერი და შემდეგი დავჭირდება ეს utility თუნდაც გაგვიჭირდა გათიშვაზე. კარგი, ჩვენ მინდა ეხლა გამოირთო. ეხლა გადავიდეთ დაპროგრამებაზე და ავირჩიოთ პრაშივკა, ისე ვთქვათ, პროგრამა. ისინი ესე უნდა იყოს მონიშნული. და გავუშვათ პროგრამირებაზე. პროგრამირება დასრულდა, პროგრამა ჩვენი ჩაიწერა ST-Link-ში. ეხლა კი გადავიდეთ შემდეგ პროცედურაზე. კარგი, მოხსნათ ეხლა ჩვენი ინიციალიზატორი კაბელებიდან. და ჩვენ დავჭირდება ხმოვანი ბაზერი, სპიკერი, როგორც ვიზახით. ეს ვიდეო და ნახოთ. ამუშავდა. შეგდოთ ჯერ ოპერაციული სისტემა არ არის ჩართული, რაც სხვა სიგნალს იძლევა. ჩავართოთ USB-დან სატესტო ოპერაციული სისტემა. ერთად. და როგორც კი ოპერაციული სისტემა დაინახა, სხვა სიგნალი მოგცა. ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის შემდეგაც კიდე სხვა სიგნალს მოგცემს, აი ესეთი. ჩაიტვირთა. სულ ეს იყო, მეგობრებო. თუ გნებავთ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. პროგრამის გადმოსაწერ ლინკს კომენტში დავტოვებ აღწერაში. ასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ჯერ ST-Link-ი, შემდეგ ის დააპროგრამეთ მეორე ST-Link-ით, ანუ ორი ST-Link-ი დაგჭირდებათ ამ device-ის გასაკეთებლად რა. ეს ბაზერი შეგიძლიათ შემდეგ ესე მიამაგროთ, ან თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ფანტაზია სადამაც გეყოფათ. ესე ხელიწებოთი მივამაგრეზეთ. ანუ ყურადღებისთვის კარგად იყავით.